მე ვარ ანა მარია შარვაშიძე, 14 წლის. ვსწავლობ შუაღელეს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა დეკლამატორობა, მსახიობობა, ქსოვა, ხატვა, ძერწვა და წერა. ყველაზე მეტად მომწონს დეკლამატორობა და მსახიობობა. უკვე მაქვს მსახიობობის გამოცდილება. ერთჯერ ვითამაშე სესილია თაყაიშვილის როლი და ძალიან კარგად მოვირგე. გონია რომ მაქვს მსახიობობის ნიჭი და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმში. მაგალითად ჰარი პოტერში ჰერმიონა გრეინჯერის როლს. ძალიან საინტერესო იყო სესილია თაყაიშვილის როლის მორგება. დავდგით ბებიას და შვილიშვილის სცენა და ყველაფერი გამიადვილდა. და შევეცადე რომ სესილია თაყაიშვილს დავმსგავსებოდი ასაკში. ჩავიცვი შავი კაბა და თავზე მოვიფარე თავსაფარი. ნაყურებიც მაქვს და წაკითხულიც, მე ბებია, ილიკო და ილარიონი. წიგნში რაღაც უფრო კარგი დეტალებით იყო აღწერილი და წიგნის უფრო მომეწონა. რაც შეეხება დეკლამატორობას, შემაყვარა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, ია შავიშვილმა. მან შემასწავლა ლექსის ემოციებით აღქმა. ამის შემდეგ ლექსის წაკითხვაც მომინდა და სიტყვით გამოსვლაც. ხშირად სკოლაში ტარდება საღამოები და მე გამოვდივარ სიტყვით. თანდათან დამეხვეწა მეტყველება და გამიჩნდა სიტყვის მარაგი. მიყვარს ცეკვა, 4 წელი დავდიოდი და დროის უქონლობის გამო გამოვედი. მე მგონი რაც მინდოდა იმის სწავლა მოვასწარე. ჩემი საყვარელი ცეკვა განდაგანა. მაქვს კარგი გარეგნობა, მაქვს კარგი ტანი, მიხდება ცეკვაც და სცენაც. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სწავლაში, კითხვაში და ფილმების ყურებაში. სწავლა მიყვარს და ვარ წარმატებული მოსწავლე. ეს არის ჩემი ოჯახის, სკოლის და მასწავლებლების დამსახურება. ჩემს საყვარელ მასწავლებელს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა ერთნაირად მიყვარს. საყვარელი საგანია მოქალაქეობა. ჩემი სკოლა იმიტომაა განსაკუთრებით კარგი, რომ არის გამორჩეული მასწავლებლები, კარგი და მშვიდი გარემო, ასევე ერთგული მოსწავლეები. ძალიან გამიმართლა კლასელებშიც და მასწავლებლებშიც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მარიამ კონცელიძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და სალომე თურმანიძე. ყველაზე ცელქია ნიკა ჯავახიშვილი. ყველაზე მოუსვენარია ნიკოლოზ კონცელიძე. ყველაზე პერსპექტიულია ელენე დავითაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და მოსიყვარული. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ადვოკატი. რადგან მგონია რომ ვარ სამართლიანი, მაინც მიუხედავად ამისა, მინდა რომ ვიყო და იმედია ვარ, რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ადვოკატი, რადგან ვარ სამართლიანი. ან უყვარს ადამიანებს რომ ჩაგრავენ და მინდა ყველა დავიცვა. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი პრინცესა რაპუნცელი, შემდეგ ექიმი, შემდეგ გავჩერდი ადვოკატობაზე. მე ვცხოვრობ დიდ ოჯახში და ყველას ერთმანეთი გვიყვარს. მყავს ძმა და კიდე მინდა მყავდეს და. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია ანდრია. ის არის ჭკვიანი, მაგრამ ზარმაცობს და ხშირად მეუფროსება. რის გამოც მიშლის ნერვებს. ჩემი აზრით ანდრია რომ გაიზრდება, გამოვა ბიზნესმენი. ჩემი მამიკო არის სიმპათიური, ძალიან მოსიყვარულე და თბილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის მხიარული, თბილი და რა თქმა უნდა ლამაზი. დედიკო არის მშვიდი, მოწესრიგებული და ჩემსავით ლამაზი. მე რომ ასეთი წარმატებული ვარ, ჩემი ოჯახის დამსახურება, მაგრამ განსაკუთრებული წვლილი უძღვის ჩემს მამიდას. ჩემი მამიდა არის მზრუნველი, განათლებული და ლამაზი. გონია რომ მისი ცხოვრების მისია, რომ მე ვიყო კარგი ადამიანი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან ვიქნები უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ტელეპორტაციის სუპერძალა. მინდა ვიმოგზაურო 90-იანი წლების საქართველოში. რაც შეეხება ახლანდელ დროს, სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ბევრ ქვეყანაში. მით უმეტეს რომ მიყვარს უცხო ენების შესწავლა. ვიცი ინგლისური, ასევე ვსწავლობდი იტალიურს, დავიწყე გერმანულის სწავლა და ვსწავლობდი ფრანგულს. კიდე მინდა ვიცოდე კორეული ენა. სამოგზაუროდ პირველ რიგში წავიდოდი კორეაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რომელი ქვეყნის დედოფალი ვიქნებოდი? მე ვიქნებოდი იტალიის დედოფალი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: ადამიანი უნდა იყოს თუ არა უკვდავი? ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 400 წელი. ბედნიერება არის წარმატების მიღწევა, საუკეთესო მეგობრები და გამორჩეულად კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.